მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვიპოვე. კარდაშიანის ვარცხნილობა. არ მიყვარს ეს გოგო, რა გავაკეთოთ? მაგრამ მოდით ვარცხნილობა ვნახოთ. კარგი. აი ეს მე მგონი კარგია. უხდება მართლა. როგორც სახის გამოყვანილობა ნორმალურია. იმის იქით რა გითხრათ, მაგრამ აქაც სულ გაკეთებულია. კაი, ეს მოდით მესამეზე იყოს. შემდეგ ესეც საინტერესოდ გამოიყურება, ლამაზია, კარგად გაკეთებული აქვს, კაი, მეხუთეზე იყოს. ეს ძალიან ჩვეულებრივია და ამას ახლა ბევრი არაფერი არ უნდა და მე მგონი ყველა შეიძლება ესე ვიყოთ, ეხა მე აი ეს რომ დავიშალო, მეც ეგრე მექნება დაახლოებით მერვეზე როგორიც იყო. აი ეს აწეული, კარგად ბევრი ჟელე, ან მუსი და კარგად დაგიდგებათ იგივენაირად. კაი, მეექვსეზე. კარევის არ უხდება ერთი ის მაჩვენეთ, მე მგონი ყველას უხდება და ამასაც ძალიან უხდება მეოთხეზე. კაი. ჩოლკით რა საინტერესოა, ესეთი არ მინახავს. კაი, მეორეზე მომწონს ეს ძალიან. ისეთი არაფერი რა, ნუ, კაი, მეშვიდეზე, არ ვიცი. ნორმალური რა, ჩვეულებრივი. აი აგავს, გეტყვით ახლა ნიკოლ შრეზინგერს. Destiny's Child-ის გოგო რო არის. ზუსტად მაგას გავს. და ცოტა შერს გავს. მე მგონი, აი, ჩემი აზრით პირველზე. აი ეს ფერი არ უხდება. ვცდები, არ უხდება მე მგონი. გოგოებო, აბა რა სიტყვით, არ უხდება მე-9-ზე. და მე-10-ზე აუ, კიდევ კარგი დავტოვე ეს მე-9 და მე-10. ზუსტად ვიცოდი რომ უნდა დამეტოვებინა. ზუსტად აი აქ არის შენი ადგილი, მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგო არ მიყვარს, ფილტრი კარგი იყო, 500 ლაიკი, კომენტარი და გამიზიარე, აბა შენიცი მეორე ნაწილი აუცილებლად გვინდა.